პოლიტიკური შეფასებების თემა 4 ოქტომბრის საქმე და ბაჩო ახალაიას დაკავება. მართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ ნაციონალური მოძრაობის ყოფილი მაღალჩინოსანი რევოლუციური სცენარის დაგეგმვაში და სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობდა. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ ახალაიას დაკავებით ხელისუფლება სხვა მნიშვნელოვანი თემების გადაფარვას ცდილობს. შეგახსენებთ, თავდაცვის ყოფილი მინისტრი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის ბრალდებით დააკავა, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ახალაია ბრალს არ აღიარებს, მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული და რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ამოთავსებული. ბაჩო ახალაიას დაკავშირებით თუ მარტო ის არის მტკიცებულება, რომ ბევრჯერ დაურეკა იმ დღეების მანძილზე 4 ოქტომბრის აი მთავარ ფიგურანტებს, ეს ვერ იქნება ვერც ერთ ცივილიზებულ სამყაროს ქვეყანაში მიღებული რაღაც მტკიცებულება და ერთობლიობა, ხო? მხოლოდ ეს მტკიცებულება იქნა, ასე ვთქვათ, ხაზგასმული კონკრეტულად იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც ეს ბრალი წაუყენეს. ამიტომ თუ ეს არის მარტო მტკიცებულება, უბრალოდ არ არის დამაჯერებელი, რა თქმა უნდა, გინდა ახალაია იყოს და გინდა ნებისმიერი იყოს. პრეცედენტი არ აქვს საქართველოს ისტორიაშიც, მე არ მახსენდება შემთხვევა, როცა ზარების რაოდენობა იყოს მხოლოდ და მხოლოდ მიზეზი. ხა გასაგებია, რომ პროპაგანდისტულად ადვილი შესაფუთი არის ახალაიაზე ესეთი რამ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ არსებობს ესეთი სამართლებრივი სტანდარტი. თუ ეს ყველაფერი დგას იმ მტკიცებულებებზე, რა მტკიცებულებები სუსმან გააჟღერა ბრიფინგზე, ვინ რამდენჯერ დაურეკა და რამდენი წუთით ელაპარაკა ბაჩო ახალაიას, მაშინ პირდაპირ ვიტყვი, რომ ბაჩო ახალაიას როგორც უკვე ჩამოყალიბებული შემდგარი მონსტრის ფიგურა გამოყენებული იქნა ამ შემთხვევაში იმაში, რომ გადაეფარათ გრიგოლ ლილუაშვილის დაჭერა და გადაეფარათ ის, რომ საქართველოს მოქალაქეები ყავთ 1 წლის წინ დაწამული. ბაჩო ახალაია იყო 4 ოქტომბრის ძალადობის და ძალადობრივი დამხობის ორგანიზატორი და ეს მისი ბუნებისგან ჩვენ არ გვიკვირს. ისიც ფაქტი არის, რომ ძალადობრივ დამხობაზე ოცნებობდა მთლიანად რადიკალური ოპოზიციის სპექტრი. და ეხლა როდესაც ჩვენ ხედავთ, რომ მაღალი სტანდარტით იქნა გამოძიება ბოლომდე მიყვანილი, ეს ადამიანები სინამდვილეში აშკარავებენ იმას, რომ მაშინ როდესაც სადესო თითქოს გამიჯვნოდნენ, ესეც ყალბი და ფარისეულური ქმედება იყო მათი მხრიდან და ეხლაც ხედავ, რომ კრიმინალების ხარისხს დგებიან.